თუ ერთმანეთს პარალელურად შეუერთებთ ინდუქციურ კოჭას და კონდენსატორს, მივიღებთ რეზონანსულ კონტურს. თუ ამ კონტურს ცვლადი დენის წყაროს მიუერთებთ, მივიღებთ რეზონანსულ წრედს. ამ შემთხვევაში კონდენსატორი პერიოდულად დაიმუხტება, განიმუხტება და კვლავ დაიმუხტება საპირისპირო პოლარობით. ინდუქციურ კოჭაშიც მსგავსი პროცესები განვითარდება. ამგვარად მივიღებთ რხევით კონტურს. მას აქვს საკუთარი რეზონანსული სიხშირე. თუ რხევით კონტურში გარე გენერატორიდან მიწოდებული ცვლადი დენის სიხშირე ემთხვევა რხევითი კონტურის ბუნებრივ რეზონანსულ სიხშირეს, მაშინ წარმოიქმნება რეზონანსული მოვლენა. წრედში რხევების ამპლიტუდა მკვეთრად გაიზრდება. რხევითი კონტურის რეზონანსული სიხშირე დამოკიდებულია კონდენსატორის ტევადობაზე და კოჭას ინდუქციურობაზე. რაც უფრო მეტია ინდუქციურობა და ტევადობა, მით უფრო დაბალია წრედის რეზონანსული სიხშირე და პირიქით. რაც უფრო დაბალია ინდუქციურობა და ტევადობა, მით უფრო მაღალია რეზონანსული სიხშირე. ეს რეზონანსული მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია რადიოკომუნიკაციებში, რადიოგადამცემებში და რადიომიმღებებში.